გამარჯობათ. ცრუ აზრების, სიცრუის ეკოსისტემაში უდიდესი ადგილი უჭირავთ იდეოლოგიებს. 21 საუკუნის ადამიანებს გვეკვირს, როცა წარსულის შესახებ ვიგებთ, რომ მილიონობით ადამიანს ათასწლეულების მანძილზე სჯეროდა, რომ ადამიანებით ვაჭრობა ეს არის რაღაც პროგრესი, რომ შეიძლება ერთი ადამიანი მეორის საკუთრება იყოს, როგორც რაიმე საგანი ან შინაური პირუტყვი. უფალმა სახარებაში კითხვა, რომ ადამიანებით მოვაჭრეები ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებენ, მაგრამ ამ ვითომ ქრისტიანებს მაინც სჯეროდათ, რომ ყველაფერი წესრიგშია და არიან კარგი ადამიანები. შემდეგ მოეჩვენათ, რომ კაპიტალიზმი გააბედნიერებდა. ესე იგი, ის ავადმყოფობა, რამაც იუდას ეპისკოპოსობა დააკარგინა და ჯოჯოხეთში ჩაიყვანა, იმაზე იფიქრეს, რომ გააბედნიერებდა და გაამდიდრებდა. შემდეგ მოეჩვენათ, რომ კომუნიზმი დაუმკვიდრებდა ამ ქვეყნიურ სამოთხეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ესეც ტყუილი ყოფილა. ადამიანის დაცემის შემდეგ ყველა ეპოქას თავისი დიპლომიანი და უდიპლომო გიჟები ჰყავს. 9 დიპლომიანი პროფესორები, რომლებიც ბოროტებებს ამართლებენ, ლამაზად შეფუთავენ ხოლმე ცოდვას. უამრავი მათგანის ქადაგება მომისმენია და არც ერთ მათგანს არ გასჩენია ასეთი შეკითხვა, რომ თუ ადამიანები მუდმივად ტყუვდებიან, იქნებ ჩვენც ვტყუვდებით, იქნებ ჩვენც რაღაც გვეშლებაო. იდეოლოგიები, რომლებიც სახარებას ეწინააღმდეგება, ნებისმიერი მათგანი. მონათმფლობელობა, კაპიტალიზმი, სოციალიზმი, ლიბერალიზმი, დიქტატურები. ნებისმიერი მათგანი ეს არის დაცემული მთავარანგელოზის გონებიდან აღმოცენებული შეშლილობები, რომლებიც მის შეშლილობას ტრანსლირებენ. როგორც ბოროტი მეფე, რომელიც უკუღმართობას აკანონებს, რომ თვითონ სცენაზე არ ჩანდეს. რატომ ხდება ეს? არსებობს 8 ვნება, 8 სულიერი, უხილავი, დამღუპველი, მომაკვდინებელი ავადმყოფობა. ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლის მოყვარება, ამპარტავნება, მრისხანება, ასე შემდეგ. ეს წმიდათა შრომებში კარგად არის აღწერილი. ეშმაკმა ამ ვნებებზე, როგორც საძირკველზე, ასე დააშენა იდეოლოგიები, რომ საძირკველი იყოს დაფარული და ჩვენ ვხედავდეთ მარტო მიწის ზედა ნაწილს. რომ ადამიანთა მოტყუებას ჰქონდეს სისტემური ხასიათი და არ იყოს დამოკიდებული ერთი რომელიმე კონკრეტული ეშმაკის მოხერხებულობაზე ან მის რაღაც ექსკლუზიურ თვისებებზე ცდუნებისა. რომ სისტემურად ხდებოდეს ეს. როცა მამა და დედა გატყუებენ, როცა სკოლაში გატყუებენ, როცა ეზოში გატყუებენ, ტელევიზორს ჩართავ და გატყუებენ, იქ ძალიან ძნელია სიცრუის გადაყრა გონებიდან. ეშმაკი პირველ ადამიანებთან სიცრუით მივიდა. არ უთქვია, რომ მიდით ჭამეთ ეს აკრძალული ნაყოფი, მადლს დაკარგავთ, სულით მოკვდებით, წაიბილწებით, სასუფეველისთვის უვარგისები გახდებით და მე თქვენ ჯოჯოხეთში წაგიყვანთ და იქ გაატარებთო მარადისობას. არამედ ლამაზად შეუფუთა, ღმერთობას დაპირდა. ზუსტად იგივე მეორდება ყოველ დღე. აი ადამიანის დაცემიდან 8000 წელი ხდება და დღესაც სიტყვა სიტყვით ზუსტად იგივე. არა მარტო ადამიანის საქმე, არამედ აი თუნდაც კაინის საქმე. ძმის მოკლა რო გადაწყვიტაო, ასე უთხრა, გავიდეთ ველადო. დღესაც, როცა კაინის სულიერი შვილები დანის ტრიალს გადაწყვიტავენ ხოლმე, ასე უბნევიან ერთმანეთს, გვერდზე გავიდეთო, რომ ბოროტება ფარულად იყოს, რომ არ გაცხადდეს. კაცობრიობის ისტორიას რომ თავი დავანებოთ და ჩვენს პირად ცხოვრებას დაუკვირდეთ. ეს არის მგონიების თანმიმდევრობა.
ხან ერთი რამ გუგონია, ხან მეორე რამ გუგონია. საუკეთესო შემთხვევაში 10, 20, 30 წლიანი დაგვიანებით ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომებს. ეშმაკი არის მატყუარა, ადამიანი კი მოტყუებული. ამიტომ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თვისებას მოტყუებულობისა ჩვენ თავში ვატარებთ. რომ არ მოვტყუდეთ, რომ ამისგან გარანტირებულად ვიყოთ დაცულები, უნდა ვისწავლოთ სახარება. ეშმაკი რომ მოვა და გეტყვით, რომ კაპიტალიზმია, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ეს არის ვერცხლის მოყვარეობა. როცა გეტყვით, რომ კომფორტია, წარმატებაა, უნდა მიხვდეთ, რომ ბაბილონის გოდოლი შენდება თქვენივე ხელით. რო გეტყვით, თავისუფლებააო, კარგად უნდა გამოიძიოთ, რა იგულისხმება ამ სიტყვის ქვეშ. როგორც წესი, ბოლო გაჩერება სოდომია ხოლმე. ეს არის ფსიქოლოგიის პირველი კლასის მასალა. სახელების გადარქმევა. აი, რუსეთში ფულის პრობლემა აქვთ ომის გამო და გამოდიან ხოლმე იქაური აფერისტები და ასე იძახიან, რომ გვაქვსო ეკონომიკის უარყოფითი ზრდა. ეს ახალი გამოგონებაა ეს. ცრუ იდეოლოგიებით ადამიანი უკავშირდება სიცრუის მამას, ანუ ეშმაკს. სიცრუეში ცხოვრება, ეს არის ეშმაკის მორჩილებაში ცხოვრება. ეშმაკი ქმნის არა მარტო ცრუ რელიგიებს, არამედ ცრუ იდეოლოგიებს, სიცრუეზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ სკოლებს, რომ სიცრუე იყოს საყოველთაო, რომ ადამიანებმა თავი და ბოლო ვერ გაიგონ, რომ სადაც გაიხედავ ყველგან ტყუილებია. ესე, როგორც აი რგოლები ჯაჭვზე, აი ესე გადაბმულია ერთი სიცრუე მეორეზე და თუ ადამიანი ღმერთს არ ენდობა, თავის უბედურ თავს თუ ენდობა და თავისი ბრწყინვალე გონების იმედი აქვს, რა თქმა უნდა, ამ ჯაჭვით შეიკვრება. ჩვენი გონება, ჩვენი ცხოვრება უნდა იმართებოდეს ღვთის ჯულით, ბიბლიით, სახარებით. არ უნდა გვახსოვდეს არც დემოკრატია, არც დიქტატურა, არც წარსული გიჟები, არც ახლანდელი გიჟები, არც რაღაც კუთხური შეშლილობები, როცა ერთ სოფელში ლოთობას ეძახიან ეროვნულ ტრადიციას, მეორე სოფელში მკვლელობა და შურისძიება რაღაც სიმამაცე გონიათ. ეშმაკის ნაგავი მთლიანად უნდა გადავყაროთ. ალბათობა არ არსებობს, რომ კაცობრიობამ ამ შეშლილობაზე უარი თქვას და განიკორნოს. ეს არ მოხდება. ეს უბრალოდ ჩვენ ქრისტიანებმა რო ვიცოდეთ, რომ ჩვენც ვერ მოგვატყუოს ეშმაკმა, რომ ჩვენ თავისუფლება მოვიპოვოთ. მერთო გაგახაროთ.